სოფელ კარდენახში გზებისარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 შიდა საუბნო გზაზე მოეწყო სანიაღვრე არხები, 1090 მეტრ სიგრძის მონაკვეთზე კი ბეტონის ახალი საფარი იგება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 776,000 ლარს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, პირველი მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბანო ბერიძიშვილი გაეცნენ. Am etapზე ვიმყოფებით სოფელ კარდენახში, სადაც შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს და ასევე სანიაღვრეების მოწყობა. პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სიგრძით 1100 მეტრამდეა და ჯამში 776,000 ლარს შეადგენს. ძალიან გაუსაძლესი მდგომარეობა იყო ჩვენ გზასთან დაკავშირებით. მთელი უბანი ვერ გადავაადგილდებოდით ვერც ფეხით და ავტომობილით კიდე განსაკუთრებით ძალიან რთული იყო. ეხლა კეთდება, წლების მანძილზე რო არ გაკეთებულა არაფერი, გვეშველა უბნის სახელით, ყველა კმაყოფილი ვართ და მადლობლები